თუ იცით ვინ არიან თავისუფალი დემოკრატები სამსახურებში, სამსახურის უფროსებს შორის, ან კიდევ განყოფილების უფროსებს შორის? ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვი პარტიული პარტიის წევრი ან პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად ვინ არის ნამდვილად არ ვიცი. გითხრათ, როდესაც თანამშრომლებს ვიღებდი, მე მათი პარტიულობა არ გამირკვევი. ნამდვილად არ ვიცი დაზუსტებით ზუსტად ვინ არის რომელი პარტიის წევრი. თორემ ჩვენ ადამიანებს ვარჩევდით ძირითადად მათ საქმიანობისგან გამომდინარე. თქვენ რომ პარტიაში? მე არ ვიყავი ერთ პარტიას არასოდეს აპარატული არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ჩვენი ინფორმაციით თავისუფალ დემოკრატებს ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და იურიდიული სამსახურის უფროსი. თემურად მანუშულის ყავთ, რეგულას მისმის ნამდვილად არ ვიცი. და ხომ არ არის მათგან რაიმე მინიშნება ან რაღაცა დატოვებენ თანამდებობებს? ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ცნობილი არის. ბატონ თემ. შემიძლია გითხრათ, რომ ბატონ თემურ მანველიშვილის საერთოდ არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ბატონ ნინო წეწვაძე მისი დოკუმენტები მე არ გააჩნია, მაგრამ მას ჩემთან განცხადებული აქვს, რომ ის არის ქართული ოცნების წევრი. რაც შეიძლება დავით გორგიშვილს ვერც დაგიდასტურებ და ვერც უარყო. მე ვიცი, რომ ის ნათესავია, თუ ფედერალობაში გყავთ თქვენ ბატონი შიოშვილი. ისი, მაგრამ არის თუ არა პარტიის წევრი, მე მას ვერც დაგეგმილი, რომ არასოდეს არ დამდგარა ეს საკითხი დღეს წესრიგში. საერთოდ თვითმმართველობა მე რომ მკითხო, ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის გაკეთებული 40 წლის მზარი არა. რატო იცი? რატო არა? იქა მასიური ხეა წასული, გამიგი? ისე გაკეთებული. და კუბამეტრ ნახევრით რო გასში, ამხელა იმას კუბამეტრ ნახევრს დაავარეთ. დაამახელა. რა გამო? ის არის ამორტიზირებული, დამპალი, ხო? ანუ მაყოფილი თუ ხართ ინფრასტრუქტურის სამსახურის მუშაობით. ამ წუთას სიმალოგეთად მე არც ერთი სამსახურის მუშაობით არ ვარ მაყოფილი. თუმცა არის ობიექტური მიზეზები, რის გამოც მოხდა ასე, მანდა თანამშრომლები იყვნენ ცოტა ესეთ გაურკვეველ მდგომარეობაში მოსალოდნელი კონკურსების გამო, მე მესმის, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ მთლიანად დახარჯული იყვნენ სამუშაო საკითხებზე. ეს გამოსწორებადი პროცესია ჩვენ. მაგრამ სამსახურის უფროსებს ხომ არ ეხებათ ეს კონკურსი და რატო არიან დაძაბული? სამსახურის უფროსი მარტო ვერასოდეს ვერ შეძლებს საქმის გაკეთებას, იმიტომ რომ სამსახურიმა უფროსის მოვალეობა ამუშავოს სამსახური და თუ სამსახურში არ არის სტაბილური მდგომარეობა და თან ყველა სამსახური თქვენ იცით რომ არ იყო მთლიანად დაკომპლექტებული, ჩვენ დაახლოებით 20 ვაკანსია ქონდა დატოვებული, ანუ არასრულყოფილად იყო დაკომპლექტებული. ზოგადად სტრატეგია, გეგმა თუ აქვს წარმოდგენილი ინფრასტრუქტურის სამსახურს? არ მახსოვს. არ მახსოვს განვითარების სტრატეგია. და ზოგადად ანუ კვარტლის მიხედვით ჩვენ ვისმენთ ხოლმე ანგარიშს და ჯერ არ მოგვისმენია, არ წარმოუდგენია ინფრასტრუქტურის სამსახურს მიმდინარე ანგარიში. მაგრამ ეს ანგარიში ხომ არ ეხებოდეს გეგმის შესრულებას. ეს გეგმა თუ აქვს წარმოდგენილი და თქვენ თუ იცნობთ თქვა ამ გეგმას, ესეთ გეგმას? არა, არ მახსოვს რომ წარმოედგინა. მაყოფილი ხართ ინფრასტრუქტურის სამსახურის მუშაობით. ნუ რაც ქონდა თავიანთი სამუშაოები კონტროლის ქვეშ ხორციელებდა მათ მოცულობითი პროექტებზე პასუხისმგებლობა რჩება ინფრასტრუქტურის სამსახურს, ხოლო ხარისხზე ზედამხედველობის სამსახურს. ეს არის ჯვარედინი ის არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ლაფსუსები და ის ხარისხები რაც არსებობდა აქამდე უკვე აღარ იქნება. იმას შემდეგ რაც ალასანია დატოვა კოალიცია. თუ შეხვედრიხართ გორგიშვილს ამ ბოლო დღის განმავლობაში? მე 3 დღე ავად ვიყავი, თქვენთვის ცნობილია, დღესაც მოვედი როგორღაც სამსახურში. ნამდვილად არ მინახია ამ პროცესების შემდეგ ბატონი დავით გორგიშვილი ნინოსთან კონკურსიდან გამომდინარე მუდმივი სატელეფონო კავშირი მქონდა. ბატონი თემური ამ თუთას ჩემ ოთახში იყოფება, თქვენ ხედავთ მას და გარავითარი ინფორმაცია მის შესახებ რას აპირებენ და თუ არიან ისინი რაღაცა ფორმით ანგაჟირებულნი პოლიტიკურად მე არ აქვს. ამ დარჩებიან თანამდებობაზე ეს პიროვნებები, ვინც მე დავასახელე. მე არაფრის ცვლილებას არ ვაპირებ. მათი პირადი გადასაწყვეტია თუ ვიღაცას რამე პოლიტიკური პოზიცია აქვს დასაფიქსირებელი, მათ აქვთ ამისათვის თავისუფალი დრო, სივრცე
არავინ არ უზღუდავს მათ გამოსვლას, არ თავიანთი შეხედულების გამოთქმას და არ თავისი დამოკიდებულების გამოთქმას მიმდინარე პროცესებისადმი. მუშაობს ახლა ამჟამად. მუშაობს თვითონ. ან განცხადება რამე აშვებულებაში წასვლაზე და რაღაც სხვა დაუწერია. ჩემი მინდა არის. ისე თქვენამდე უნდა მოვიდეს, ხო? აუ, ხო, მოვიდა. არანაირი ცვლილება არ მოხდა კადრებთან დაკავშირებით. არანაირი. ხომ არ იგეგმება? არაფერი არ იგეგმება, რამდენადაც ეს მე ვიცი და თქვენ თქვით რომ არც ერთ სამსახურის უფროსის მუშაობით ხართ მაყოფილი, რა ვადას აძლევთ მათ, რომ მაყოფილი იყოთ მეტნაკლებად? ჩემი აზრით პრობლემები ჩანს, მათი მონახაზიც ვიცით, გადაწყვეტის გეგმებიც ვიცით, როგორც კი დამთავრდება საკონკურსო პერიოდი და თანამშრომლები საჯარო მოხელეებზე მოხდელობაში დაინიშნებიან, ანუ სამსახურის უფროსების ქვემდებარე სამსახურებში დაინიშნებიან მუდმივი თანამშრომლები, მე ვფიქრობ, რომ ერთთვის ვადაში უკვე მოხდება სტაბილიზაცია. ჩვენ პირველ რიგში დავნერგავთ დოკუმენტ ბრუნვისა და კონტროლის ელექტრონულ სისტემას, რაც არის აუცილებელი კომპონენტი ჩვენი მომავალი წარმატებისა და ამაზე მე საარჩევნო პროცესში ვლაპარაკობდი. შემდეგ ძალიან სწრაფად დაიყვება ვინ ახერხებს, ვინ არ ახერხებს, ვინ ისურა გადამზადება და ისთან გვექნება პრეტენზიები. ანუ ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით წლის ბოლოსათვის უკვე კარგად გვექნება ჩამოყალიბებული ჩვენი რეალური პერსპექტივები და მას შემდეგ რაც ახალი ბიუჯეტი იქნება ძალაში შესული და ახალი ბიუჯეტის ხარჯვას შევდგებით, საქმეები გაცილებით უკეთესად წავიწყდება.